დღემშვიდობისა მოგესალმებით, აი ასე ვარ მარტო, მაგრამ მე მჯერა რომ ანდრე ძალიან მალე დამიბრუნდება. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ და ზაფხული, რომელიც მე მგონი აბსოლუტურად ყველას უყვარს და საქართველო არის მდიდარი საოცარი ადგილებით. დამეთანხმებით, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ბუნებაში დასვენება და მოგზაურობა განსაკუთრებით მიმზიდველი ხდება. ეს ტენდენცია დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობაზე მკაფიოდ აისახება. ბოლო 5 თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ გასული წლის მონაცემების 20%-ს გადააჭარბა. მარტვილის კანიონი, ოკაცეს, წალკის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, მტირალას ეროვნული პარკი ვიზიტორთა სიმრავლით დაცულ ტერიტორიების პირველ ხუთეულშია. აი რა სიახლეები გველის ამ მიმართულებით და რას თავაზობს ვიზიტორებს წლევანდელ სეზონზე დაცული ტერიტორიების სააგენტო. აი ამ თემაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი თამარ ხახიშვილი გვესაუბრება და მოდით მოვიწევთ ქალბატონი თამარი. მოგდანდით ქალბატონი გესალმებით. ძალიან დიდი მადლობა უღმესი მადლობა სტუმრობისთვის. არაჩვეულებრივად გამოიყურებით. მეც რაღაც დღე მწვანე შარვალი ჩავეცი რომ რაღაც სიმწვანესთან და დაცულ ტერიტორიებთან ვიყო ახლოს და მოდი პირველ რიგში ვთქვათ, აი რომელი არის ტურისტებისთვის ყველაზე ესეთი პოპულარული ადგილები საქართველოში. ნამდვილად უნდა დაგეთანხმოთ ზაფხულის მოახლოებასთან დაკავშირებით ვიზიტორთა რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება, განსაკუთრებით იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ ექსკურსიები ივნისში ძალიან აქტიურად არის, განსაკუთრებით სათაფლიას მღვიმე, მაგალითად ნავენახევის მღვიმე, პრომეთეს მღვიმე ამ კუთხით ძალიან პოპულარულია და მეორე მხრივ საერთაშორისო ვიზიტორებიც ძალიან აქტიურად სტუმრობენ ზაფხულის პერიოდში და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წინ კიდევ ივლისი, აგვისტო, სექტემბერია, გვაქვს პროგნოზი, რომ ვიზიტორთა რაოდენობა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება და გასული წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად გადავაჭარბებთ. კი ბატონო. ორ მიმართულებას გამოვყოფდი, როდესაც ვსაუბრობთ უშუალოდ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის კუთხით. ერთი ეს არის სალაშქრო მიმართულებები, როდესაც მეგობრები, ან თუნდაც ოჯახის წევრები სალაშქროდ 2-3 დღით მიდიან მთაში. ამას რა თქმა უნდა წინასწარი მომზადება სჭირდება, შესაბამისი ინვენტარი მიაქვს თან, კარვები და ძალიან სასიამოვნო დროის გატარების საშუალება აქვთ და ამ კუთხით გამოვყოფდი ბორჯომხარაგაულის ეროვნულ პარკს, ლაგოდეხს, მტირალას, მშავხევსურეთს და სხვა დაცულ ტერიტორიებს. მეორე მიმართულება ეს არის უფრო ბუნების ძეგლების მონახულება, სადაც გულისხმობთ მღვიმეებს, ჩანჩქერებს, კანიონებს, სადაც სულ რამოდენიმე საათი შესაძლებელია წინასწარი მომზადების გარეშე მივიდეთ, ვესტუმროთ, მოვინახულოთ ეს საერთაშორისო ადგილები და ძალიან შთამბეჭდავი ემოციები შევიქმნათ. ამ კუთხით პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი ნამდვილად ყოველდღიურად ასობით ვიზიტორს სტუმრობს, მასპინძლობს და უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული დაცული ტერიტორიები საერთაშორისო მასშტაბით ძალიან პოპულარულია და არაერთი ქვეყნიდან მასპინძლობს ვიზიტორებს. მე ყოველთვის ვამბობ, საქართველოს აქვს საოცარი ბუნება, ძალიან მდიდარი და არაჩვეულებრივი და მადლობა თქვენ, რომ ესე იცავთ და გვაქვს იმის საშუალება, რომ მართლაც როგორც თქვენი არ იყოს, აი უცებ რაღაცა 1 საათში, 2 საათში ხარ რადიკალურად სხვა გარემოში არაჩვეულებრივ ბუნებაში. ჩვენ ვთქვით, რომ სიახლეები არის. რა სიახლეები არის? კი, სააგენტო მუშაობს როგორც საკონსერვაციო მიმართულებით იმისთვის, რომ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, კონსერვაცია ეფექტურად განხორციელდეს, ასევე მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობის კუთხით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა საზოგადოებას მივცეთ საშუალება, რომ მაქსიმალურად ეფექტურად უსაფრთხოდ, რაც მთავარია, მოინახულონ დაცული ტერიტორიები. საკონსერვაციო მიმართულებით გამოვყოფდი არაერთ პროექტს, რომელზეც უკვე წლებია სააგენტო აქტიურად მუშაობს. წელს მაგალითად ძალიან აქტუალურია კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტზე მუშაობა, რომელსაც ალგეთის ეროვნულ პარკში, ასევე როგორც თბილისის ეროვნულ პარკში ვახორციელებთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს პერიოდში ალგეთში იგეგმება უკვე კეთილშობილი ირმის რეინტროდუქცია და დაბრუნება აღნიშნულ პარკში და უკვე ჩვენი მოგზაურობის დროს შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენ თვალით ვიხილოთ ირმები. მეორე მხრივ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით, რაც ასევე ჩვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ კუთხით წელს ძალიან აქტიურად მუშაობთ თბილისის ეროვნული პარკის შემთხვევაში. მოგეხსენებათ, ეს არის ეროვნული პარკი, რომელიც თბილისთან ძალიან ახლოს არის. სულ რაღაც 40 წუთში შესაძლებელია. ბირთვისზე საუბრობთ, ხო თუ არ ვცდები? თბილისის ეროვნულ პარკს. და ვისაუბრობ ასევე ბირთვისზეც,
რომელიც ასევე ძალიან საინტერესო პროექტით ვართ წარმოდგენილი წელს. თბილისის ეროვნულ პარკში წელს ძალიან მასშტაბური პროექტი ხორციელდება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მოეწყობა ათობით საპიკნიკე სივრცე, ვიზიტორთა ცენტრები შენდება მიმდინარე პერიოდში, დასარჩენი თავშესაფრები, ტურისტული თავშესაფრები შენდება, 200 მანქანაზე გათვლილი ავტოპარკი, ანუ პარკინგი, რაც მოგცემს საშუალებას, რომ ეს ქაოტური მოძრაობა მანქანების მაქსიმალურად დავაორგანიზოთ და ვიზიტორებს უფრო კომფორტული მოგზაურობის შესაძლებლობები შევუქმნათ. თქვენ სწორად აღნიშნეთ ეს სანამ გადავართ ბირთვისზე, მოდით კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, სად არის ეს ეროვნული პარკი? თბილისის ეროვნული პარკი თბილისიდან ძალიან ახლოს, სულ რაღაც ნახევარსაათში, 40 წუთში შესაძლებელია. თქვენთვის ალბათ ძალიან კარგად არის ცნობილი საბადურის ტყე, რომელიც სეზონის განმავლობაში ძალიან ვიზიტორთა დიდი პოპულარობით სარგებლობს, 4 სეზონზე ძალიან ლამაზიანი მამკოდის ტერიტორიების აგურამოდანაც არის შესაძლებელი ასვლა და ზოგადად ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პარკი თან თბილისთან ახლოს, თან ასეთი ბიომრავალფეროვნების კი გზა ინფრასტრუქტურულად აბსოლუტურად კეთილმოწყობილი და როგორც კი ვესტუმრობთ ეროვნულ პარკში შესაძლებელი იქნება საპიკნიკე სივრცეების გამოყენება, საკემპინგო სივრცეებით სარგებლობა, ასევე ტურისტული თავშესაფრები, ეწყობა 3 ვიზიტორთა ცენტრი, როგორც ზედაზენის უბანზე, ასევე საბადურის უბნებზე, რაც მოგცემს საშუალებას, რომ მეგობრებთან ერთად ძალიან სასიამოვნოდ გავატაროთ ნამდვილად დრო. ეხლა ბირთვისზე გადავერთეთ. ხო, ბირთვისის მიმართულებით ჩვენ მუშაობთ კერძო სექტორის ჩართულობით, გამომდინარე იქიდან, რომ აქ უფრო სხვა ტიპის რეკრეაციული ინფრასტრუქტურა ეწყობა. ყოველთვის მიჯნავთ ხოლმე, როდესაც სააგენტო საკუთარი რესურსით ახდენს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, ეს არის ხოლმე მხოლოდ მინიმალისტური საბაზისო ინფრასტრუქტურა, რასაც გულისხმობთ საკემპინგო, საპიკნიკე სივრცეების მოწყობას. ხოლო კერძო სექტორის ჩართულობით ჩვენ უფრო ვცდილობთ, რომ განსხვავებული შთაბეჭდილებები შევუქმნათ ჩვენს ვიზიტორებს. კერძოდ ბირთვისის ბუნების ძეგლზე მიმდინარე პერიოდში მიმდინარეობს ზიპლაინების, ვიაფერატას, დაკიდული ხიდების მშენებლობა, რაც აბსოლუტურად ჰარმონიულად იქნება, რა თქმა უნდა, ბუნებასთან შერწყმული. ჩვენი უპირველესი ამოცანა და კრიტერიუმები აღნიშნული პროექტის მიღების დროს სწორედ ეს იყო. გარდა ამისა მოეწყობა კვების ობიექტები, ვიზიტორთა ცენტრი, საქანელა, რაც მოგცემს საშუალებას, რომ ვიზიტორებს ძალიან განსხვავებული სერვისები შევთავაზოთ. ესეც ძალიან ახლოს არის მოგეხსენებათ თბილისთან. ჩვენ კერძო სექტორის ჩართულობით უკვე თითქმის ბოლოში არის პროექტი. ანუ ამ წელს მოესწრება ამ სეზონს. კი, ივნისის ბოლოსთვის უკვე ივლისში ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროექტი ოფიციალურად გაიხსნება და წელს უკვე ტურისტულ სეზონზეც ვიზიტორებს უმასპინძლებს. მე რა კარგი, აუცილებლად უნდა გკითხოთ, განებივრებულები ვარ ძალიან ბევრი ტურისტებით, ხო, ბოლო პერიოდი. რომელი არის ტურისტებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი? არის აი ესე კონკრეტულად გამორჩეული საქართველოში? კი, ნამდვილად ვიზიტორთა რაოდენობის სტატისტიკას თუ გადავხედავთ ყოველწლიურად, უნდა აღინიშნოს, რომ ბუნების ძეგლების მოგზაურობა მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მარტვილის კანიონი და უცხოელ ტურისტებზე არის ამ წუთას ხო საუბარი? კი ბატონო. მით უმეტეს, როდესაც საუბარია, რომ მხოლოდ რამოდენიმე დღე აქვს საქართველოში მოგზაურობის თვალსაზრისით, ძირითადად ისინი უფრო ბუნების ძეგლებს სტუმრობენ, სადაც დღის განმავლობაში 2-3 ბუნების ძეგლი შეუძლიათ რომ მოინახულონ. თუმცა აუცილებლად გამოვყოფდი, რომ ყაზბეგის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ძალიან პოპულარულია მოლაშქრეებისათვის და ნამდვილად მათ გაკვირვებას იწვევს ის სილამაზე, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. აუცილებლად ხაზგასმით აღნიშნავთ ხოლმე მაგალითად ბათუმის სიახლოვეს არსებულ დაცულ ტერიტორიებს, მაჭახელას ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, კინტრში, რომელიც გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმს საკმაოდ ბევრი ვიზიტორი ყავს, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, ეს ვიზიტორები სწორედ აღნიშნულ პარკებს ანიჭებენ უპირატესობას მოგზაურობის თვალსაზრისით, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახა სხვათა შორის მოსახლეობის დამოკიდებულებაზეც და ეკომეგობრული ბიზნეს საქმიანობების დაწყების კუთხით. აი მტირალას ეროვნული პარკი კარგი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ როგორ მოხდა რეგიონის გამოცოცხლება, სოფელი ჩაქვის თავის გამოცოცხლება, მას შემდეგ რაც ეროვნული პარკი დაარსდა. ვიზიტორებმა დაიწყეს აღნიშნულ პარკში სიარული, რასაც პირდაპირ პროპორციულად მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის დაბრუნება. თუ მანამდე სულ რაღაც 10-12 ოჯახი ცხოვრობდა აღნიშნულ სოფელში, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ 40-50 მუდმივი მკვიდრი უკვე დაბრუნდა სოფელში, აქვს პატარა სასტუმროები, კვების ობიექტები და იქმნება ეკონომიკა რეგიონის მასშტაბით, რაც ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა არის, როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ეკოტურიზმის და რეკრეაციული ტურიზმის განვითარებაზე. აი, ასე ვთქვათ, ეს მზარდი სტატისტიკა ტურიზმისა, ეს უცხოელი ტურისტების ჩამოსვლის, რისი დამსახურება არის? და როგორ ხდება გაცნობა საქართველოს?
კი, ნამდვილად კომპლექსურ საქმიანობას და ერთიანი რაღაცა კომპლექსურად არის. რაც ნამდვილად გრძელვადიან პერიოდში გაწერილი აქტივობაა, ეს არ არის მხოლოდ 1 და 2 დღის შედეგი, ამაში ჩართულია არაერთი სტრუქტურა, როგორც კერძო სექტორი, ასევე სახელმწიფო სტრუქტურები. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის როლი საქართველოს პოპულარიზაციაში და მათ შორის დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის კუთხით და ყოველთვის აღნიშნავთ ხოლმე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მარკეტინგული კამპანიების წარმოებაა საჭირო სამიზნე ბაზრებზე იმისათვის, რათა სწორი მესეჯები, სწორი ინფორმაცია მიეწოდოთ მათ და გავუღვივოთ ინტერესი საქართველოში მოგზაურობის კუთხით. ამ კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ წელს აქტიურად მუშაობთ საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიებთან, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება ჩინეთში, ერთ-ერთ მარკეტინგულ კომპანიასთან, რომელიც ჩინეთის ბაზარზე ეწევა საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას, მათ შექმნილი აქვს სპეციალური WeChat account-ი, ეს არის სოციალური პლატფორმა დაახლოებით Facebook-ის მსგავსი ჩინეთის ბაზარზე, სადაც ხდება საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის გავრცელება. ანალოგიურად მუშაობთ ახლა მიმდინარე ეტაპზე გალფის ქვეყნების მიმართულებით, რომ ასევე გქონდეს პარტნიორული ურთიერთობა ადგილობრივ კომპანიებთან. ძირითადად მუშაობთ უფრო ყატარის, საუდის არაბეთის და გაერთიანებულ არაბთა ემირატების მიმართულებით სამი ძირითად ქვეყანასთან, საიდანაც ვიზიტორთა რაოდენობა ძალიან ბევრია საქართველოში და გარდა ამისა ძალიან დიდი დაინტერესება. მათი მხრიდან მოგახსენებათ ბუნებრივი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე საქართველოს კლიმატი, ბუნება, ლანდშაფტები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. ჩვენთვისაც ჩვენი როა ვერ ვხვდებით, მაგრამ რეალურად ასეა. კი, მათთვის წვიმა, ნალექი, ეს არის ნამდვილად ეგზოტიკური მოგზაურობის ელემენტები, რასაც ძალიან აფასებენ და ჩვენ როდესაც გამოფენებში ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას, მათი მხრიდან ფიქსირდება არაერთი დაინტერესება, ასევე ფაქტი, რომ წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ სტუმრობენ საქართველოს. სწორედ ამიტომ ჩვენ დავიწყეთ უკვე მარკეტინგულ კომპანიებთან მუშაობა იმისათვის, რათა უახლოეს პერიოდში მათი ჩართულობით მოხდეს საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია სწორედ აღნიშნულ ქვეყნებში. ამის პარალელურად გამოფენები უნდა აღნიშნოს საუდის არაბეთში ყოველთვის ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას სხვადასხვა საინფორმაციო მასალებით, ისევე როგორც წელს მონაწილეობა მივიღეთ ჰონკონგის გამოფენაში, ასევე ნიუ-დელიში, ინდოეთის ტურისტულ სათავგადასავლო გამოფენაში და წლის განმავლობაში დაგეგმილია კვლავ რამოდენიმე გამოფენაში მონაწილეობა. პირდაპირ რეისები, ფრენები, აი ამანაც ხო არ შეუწყო ხელი ძალიან. კი, აუცილებლად ყოველთვის აღნიშნავთ ხოლმე, რომ როგორც კი იზრდება პირდაპირ ფრენების რაოდენობა კონკრეტულ ქვეყანასთან, პირდაპირ პროპორციულად იზრდება აღნიშნული ქვეყნიდან ვიზიტორთა რაოდენობა და შემდეგ უკვე ვიზიტორთა რაოდენობა დაცულ ტერიტორიებზეც. ინდოეთიდან მოგახსენებათ გასულ წელს დაიწყო პირდაპირ ფრენები, რაც მოგცა საშუალება, რომ საქართველოში გვემასპინძლა არაერთი ინდოელი ვიზიტორისათვის და მათ შორის უნდა აღინიშნოს, რომ ინდოელი ვიზიტორები დაცული ტერიტორიების რეიტინგში მეორე ადგილზე მოხვდა წლის განმავლობაში, წელს სწორედ აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით. ასევე ვარაუდობთ, რომ დიდი ბრიტანეთიდან პირდაპირ ფრენების დანიშვნის პარალელურად ასევე გაიზრდება აღნიშნული ქვეყნიდან ვიზიტორები. ჩვენ ორი მიმართულებით მუშაობთ ხოლმე, როდესაც მაგალითად საუდის არაბეთიდან გალფის ქვეყნები, ის ქვეყნები, რომელიც მაღალ მხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი მასპინძლობა საქართველოში ადგილობრივი რეგიონალური ეკონომიკის გაძლიერებისთვის, რადგან მათ მიერ ყოველი დახარჯული ლარი ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს იძლევა ქვეყანაში. მეორე მხრივ მოგახსენებათ ინდოეთი, ჩინეთი, ეს არის ქვეყნები, საიდანაც ძალიან ბევრი ვიზიტორის მასპინძლობა შეგვიძლია და ამ მხრივ შეგვიძლია რომ შექმნათ მნიშვნელოვანი ეკონომიკური კონტრიბუცია ჩვენი რეგიონის ეკონომიკისათვის. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. კიდევ ერთხელ და არ მომბეზდება მადლობის გადახდა. არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მრავალფეროვანი არის. როგორ ხდება შერჩევა იმ დაცული ტერიტორიების, აი დაცული ადგილების? ზოგადად ჩვენი ქვეყანა ნამდვილად პატარა და ისეთი ლანდშაფტიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ტერიტორიებია ისეთი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ დაცული ტერიტორიების სტატუსი ჰქონდეს. დღეს მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს 13% არის დაცული ტერიტორიები, 900,000-ზე მეტ ჰექტარს ფარავს და ყოველწლიურად, რა თქმა უნდა, მუშაობთ ახალი ტერიტორიების შესწავლაზე, იმისათვის, რათა გავიგოთ აკმაყოფილებს თუ არა კონკრეტული ტერიტორიები, დაცული ტერიტორიების კრიტერიუმებს და
აღნიშნული კვლევის საფუძველზე შემდეგ უკვე მუშაობს საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან იმისათვის, რათა მიენიჭოს აღნიშნულ ტერიტორიებს დაცული ტერიტორიების ცალკეული კატეგორიები იქნება ეს ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი თუ სხვა. მიმდინარე ეტაპზე ასევე მიმდინარეობს კვლევები მაგალითად რაჭის ეროვნული პარკის გაფართოების კუთხით, ასევე მუშაობთ სვანეთის სამეგრელოს მიმართულებით და უნდა აღნიშნო ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მოკვლევა დაახლოებით 20,000 ჰექტარის ტერიტორიაზე, სადაც ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე გვექნება უკვე ხელშესახები დოკუმენტაცია, რაც მოგცემს ახალი დაცული ტერიტორიების დაარსების საშუალებას. ძალიან კაი, რას ნაკმაყოფილებდეს აი ტერიტორია, რომ უკვე იყოს დაცული ტერიტორია დაერქვას? ჩვენ ხელმძღვანელობთ ბუნების კავშირის, საერთაშორისო კავშირის IUCN-ის კრიტერიუმებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს IUCN-ის წევრი ქვეყანაა და რა თქმა უნდა იმ საერთაშორისო კონვენციებს მიმდევარი ვართ, რომლის ხელმომწერიც ქვეყანა არის. აღნიშნული შესაბამისად, IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით შესაძლებელია საქართველოში დაარსდეს 6 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორია. მოგეხსენებათ, საქართველოში გვაქვს როგორც ნაკრძალები, ასევე ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები, დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. 100 დაცული ტერიტორია გვაქვს დღეის მდგომარეობით. თითოეული კატეგორია განსხვავდება მისი დაცვის რეჟიმის და ბიომრავალფეროვნების ეკოლოგიური ღირებულების მიხედვით. რა თქმა უნდა, ნაკრძალში გვხდება ისეთი სახეობები, რომელიც არის გადაშენების პირას, ან მაღალი მკაცრის დაცვის რეჟიმს საჭიროებს და შესაბამისად ნაკრძალში მაგალითად არ დაიშვებიან ვიზიტორები, მხოლოდ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით შეგვიძლია რომ საზოგადოებას მივცეთ საშუალება. მაშინ რომ მოინახულონ. მაშინ როცა ეროვნულ პარკებში, აღკვეთილებში აბსოლუტურად დაშვებულია, როგორც ვიზიტი, ლაშქრობა, ასევე სხვადასხვა საინტერპრეტაციო ელემენტები ხდებათ ვიზიტორებს და დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას აძლევს. შესაბამისად, როდესაც ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებაზე ვმუშაობთ, ჩვენ განვიხილავთ, რომელ კრიტერიუმს შეესაბამება და მის მიხედვით ხდება სტატუსის კატეგორიის მინიჭება. თქვენ ასევე სააგენტოში ჩაატარეთ ძალიან საინტერესო ღია კონკურსი, რომელიც 15 ივლისს დასრულდა, თუ არ ვცდები, ივნის დასრულდა, მაპატიეთ თუ არ ვცდები. აი მოგვიყევით ამის შესახებ თუ შეიძლება. კი, ღია კონკურსი ეხებოდა საქართველოს ეროვნული პარკების სახასიათო გმირის, ეგრეთ წოდებული მასკოტის შექმნას. მოგეხსენებათ, არაერთ ქვეყანას ეროვნულ პარკებს გააჩნიათ ყავთ ესეთი მასკოტის სახასიათო პოზიტიური გმირი, რომელიც დადის სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებს ატარებს, ასევე ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობს საზოგადოების სხვადასხვა წრეებთან და ასე შემდეგ. ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული პარკებისთვის შეგვექმნა ერთგვარი გმირი, რომელიც იქნებოდა ძალიან პოზიტიური და სამახსოვრებელი, საზოგადოებისათვის ძალიან ჰარმონიულად დაკავშირებული ეროვნული პარკებთან საქართველოსთან ალბათ რაღაცა ასოცირებული. მისი მთავარი მესიჯი იქნებოდა, რომ საქართველოს როგორც ადგილობრივ ისევე საერთაშორისო ვიზიტორებს გააცნოს ეროვნული პარკები, შეაყვაროს ბუნება და ასწავლოს ის ძირითადი წესები ან პრინციპები, რაც აუცილებელია რომ დავიცვათ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის კუთხით. როგორც გიდი, ასევე რეინჯერივით იქნება, ხო? გიდიც იქნება და რეინჯერიც ამსახურება. როდესაც შევქმნით გმირს, შემდეგ უკვე მისთვის შეიქმნება არაერთი ილუსტრაცია, როგორც გიდის, რომელიც მიყვება ვიზიტორებს, ასწავლის მოგზაურობს დაცულ ტერიტორიებზე, ასევე რეინჯერის მიმართულებით, რომელიც იცავს კონსერვაციულ და მონიტორინგის პროექტებს ეწევა და შესაბამისად ძალიან ბევრი დატვირთვა ექნება აღნიშნულ მასკოტს, რომელიც იმუშავებს პირველ რიგში ბრენდის გაძლიერების მიმართულებით, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით და საგანმანათლებლო მიმართულებითაც ცალსახად. ანუ ესე იგი ჩვენთანაც მოომერე სტუმრად სკოლებშიაც იქნება, საბავშვო ბაღებშიაც და ესე იგი ყველას გააცნობს კიდევ უფრო კარგად და პოპულარიზაციას გაუწევს იმ საქმიანობას, რასაც ექნება როგორც ვიზუალური ელექტრონული სახით, სხვადასხვა საილუსტრაციო მასალებს გამოვიყენებთ, ასევე სუვენირებზე, ბეჭდვით მასალებზე, ასევე რა თქმა უნდა შეიკერება მასკოტი, რომელიც გვესტუმრება ივლისს ჩაატარებს ეკოგაკვეთილებს და ძალიან საინტერესო სახასიათო გმირი. ეს არის აქვე პირობას ჩამოგართმევთ, რომ ჩვენთან აუცილებლად მოვასტუმროთ. სიამოვნებით, კი. 15 ივნისს ჩვენ დავასრულეთ განაცხადების მიღება, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა განაცხადებლების მხრიდან, დაახლოებით 180-ზე მეტი განაცხადია შემოსული. ნამდვილად არ ველოდებოდით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს საზოგადოების პოზიტიურ დამოკიდებულებაზე საქართველოს ეროვნული პარკების მიმართ და
ვთვლით, რომ გვექნება ძალიან ფართო არჩევანი იმისათვის, რათა შევარჩიოთ ის გმირი, რომელიც ამომავლოდ გახდება საქართველოს ეროვნული პარკების სიმბოლო და იმუშავებს ესეთ დიდ საქმეზე, რაც საქართველოს ეროვნული პარკების პოპულარიზაციას. ძალიან რთული საქმეა, ესე იგი წინ ნამდვილად თქვენთვის. მოდით კიდევ ერთხელ სანამ დაგემშვიდობებით, რომ გითხრათ, სად შეგვიძლია, რომ წავიდეთ და დავისვენოთ. ზაფხულის ან ცხელ დღეებში. ნამდვილად არჩევანი ძალიან დიდი გვაქვს. ალბათ უფრო საინტერესოა რა მიმართულებები გვაინტერესებს. ყოველთვის ვახდენთ ხოლმე სეგმენტაციას, რა ტიპის მოგზაურობა გვინდა. გვინდა თავგადასავლები, ექსტრემალური ემოციები. ძალიან საინტერესოა მაგალითად საფარის მიმართულებით ვაშლოვანის ეროვნულ პარკში მოგზაურობა გამომდინარე იქიდან, რომ ნახევარუდაბნო მხოლოდ აღნიშნულ ტერიტორიებზე გვხვდება და ფაქტიურად საქართველოში ძალიან ეგზოტიკური მოგზაურობის საშუალებას გვაძლევს. სწორედ რამოდენიმე კვირის წინ ჩვენ ვუმასპინძლეთ მედიატორს ვაშლოვანში, სადაც საფარი მანქანით, ესე ვთქვათ, იმოგზაურეს, ჯეინები მოინახულეს და ემოციები ნამდვილად დამბეჭდავი იყო. მეორე კუთხით აუცილებლად უნდა აღინიშნოს თუშეთი, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები, რომელიც კულტურულ და ბუნებრივ შერწყმარი ნამდვილად რაღაცა სასწაულად ჩვეულებრივი. კი, სერვისების კუთხით გამოვყოფდი, რომ ჩვენ ფაქტობრივად ყველა ეროვნულ პარკში მოგზაურობა ნებადართულია, გარდა ნაკრძალებისა. ამასთან მღვიმეები, ბუნების ძეგლები, კანიონებზე ძირითადად უფრო დასავლეთ საქართველოში გვხვდება და შესაძლებელია, რომ ერთი დღის განმავლობაში 2 და 3 ერთეული ტერიტორიაც კი მოვინახულოთ, მაგალითად სამეგრელოს, იმერეთის რეგიონში. გამოვყოფდი ასევე ძალიან საინტერესო ტერიტორიებს, ჭარბტენიან ტერიტორიებს, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, ისევე როგორც კოლხეთის ეროვნულ პარკში გვხვდება ჭარბტენიანი ტერიტორიები, სადაც ჭაობის ფეხსაცმლით მოგზაურობის შესაძლებლობაც კი არის. პალიამსტომის ტბა ჩვენი იუნესკოს საიტი, იუნესკოს მიერ აღიარებული ერთ-ერთი უნიკალური ტერიტორია, რომელიც ნამდვილად საინტერესო ემოციების გვიქმნის მოგზაურობის კუთხით. შესაბამისად, ძალიან განსხვავებული შტაბ-ჭრილებები შეგვიძლია შევიქმნათ სხვადასხვა მოგზაურობის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვურჩევთ ხოლმე ვიზიტორებს, რომ პირველ რიგში ჩვენი ვებგვერდი მოინახულონ მობილური აპლიკაციაც, მათ შორის ჩვენ შევქმნით მობილური აპლიკაცია პარკსჯი, სადაც ყველა პარკსჯი. ყველას უნდა ქონდეს მე მგონი ნებისმიერ ქართულს. შესაძლებელია, რომ ძალიან მარტივად ყველა ინფორმაცია, ყველა დაცული ტერიტორიის შესახებ მივიღოთ, დავგეგმოთ მოგზაურობა, აღნიშნული აპლიკაცია ასევე მოგზაურობის ნავიგაციის ჩართვის შესაძლებლობასაც იძლევა. შესაბამისად, ლაშქრობის დროს ნავიგაცია გვიჩვენებს საით უნდა გადავადგილდეთ, თუ გზიდან გადავუხვეთ, ასევე შესაბამისად სანიშნები გააქვთ ნებისმიერ სალაშქრო გზაზე, მეს ვიცი. აქედან გამომდინარე, ვაიდა ვიღაცა ვერ დაინახა ნავიგაციის საშუალებით. ნავიგაცია ატყობინებს, რომ გზიდან გადახვევა მოხდა და შესაბამისად დაუბრუნდეს ვილიქს. კი, გარდა ამისა, სწორად აღნიშნეთ, მანიშნებლების კუთხით ძალიან აქტიურად მუშაობთ, რომ ყველა დაცულ ტერიტორიებზე, იქ სადაც სალაშქრო ბილიკები გვაქვს განვითარებული, იყოს კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, რაშიც გულისხმობთ მანიშნებლებს, შესაბამის მანიშნებელ დაფებს, საინტერპრეტაციო დაფებს, იმისათვის, რათა ვიზიტორებმა მარტივად შეძლონ ნავიგაცია ეროვნულ პარკში, ასევე მიიღონ ინფორმაცია ბიომრავალფეროვნების შესახებ, რაც აღნიშნულ ტერიტორიებზე ხდებათ და ფაქტიურად მოგზაურობა იყოს სრულფასოვანი მათთვის. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა, იქიდან გამომდინარე, რომ მანიშნებლების ქსელი მუდმივ განახლებას საჭიროებს, ხშირად ზიანდება ბუნებრივი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ხან ვანდალიზმის ფაქტებიც გვაქვს სამწუხაროდ და შესაბამისად ჩვენი ამოცანაა, რომ დროულად ვუპასუხოთ მსგავს გამოწვევებს და ვიზიტორებს არ მივცეთ საშუალება, რომ ესეთი ნიუანსებში რაღაც უკმაყოფილება ან თუნდაც ნეგატიური ემოციები შეიქმნან. წარმოუდგენელია თქვენ ისეთ საქმეს აკეთებთ, რომ რაღაცა ან უარყოფითი ან ნეგატიური იყოს, პირიქით უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა და არ დავიღლები მადლობის მოხდით, რასაც თქვენ აკეთებთ და დამეთანხმებით ალბათ, რომ საქართველო არის პატარა რაღაცა მთელი დედამიწა, იმიტომ რომ ყველაფერი არის, როგორც არის ალპები, არის უდაბნო, აბსოლუტურად ყველაფერი. მოდი დავისვენოთ საქართველოში, ვნახოთ ჩვენი ულამაზესი არაჩვეულებრივი კუთხეები, დაცული ტერიტორიები და ვიყოთ ბედნიერები და რაც მთავარია, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქართული დაცული ტერიტორიები იყოს აი სასწაულ მდგომარეობაში და ჩვენ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ როგორ მოვლით იქაურობას, ხო? და ამიტომ როდესაც მივიღეთ სიამოვნებას ბუნებისგან, არ დავყაროთ არაფერი, წამოვიღოთ და არსებობს ურნები, სადაც შეიძლება რომ ეს ყველაფერი ჩაიყაროს და დარჩეს სუფთა ჩვენი ტერიტორია. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ამ ყველაფრისთვის.
მე ძალიან კიდევ ერთხელ არ ვიცი, ნუ მოკლედ მადლობით მე არ დავიღლები. ძალიან ცოტა ხნით უნდა გავიქცეთ სარეკლამო ჭრალზე, ძალიან მალე დაგიბრუნდებით და რჩით ჩვენთან.